განმარტება, რასაც თვის განმავლობაში მისი გამომუშავება შეადგენს. ასევე აღსანიშნავია შემდეგი მოვლენა, მე მინდა რომ ჩვენმა თანამშრომლებმა იცოდნენ, მიუხედავად, აგვისტოს მოვლენების მიუხედავად და შესაბამისად ამ კრიზისის მიუხედავად, ის თანამშრომლები, რომლებიც ამ ნორმას საათებს ვერ ასრულებენ, ანუ ჩვენ გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ძალაშია, აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი მინიმუმ ამ ნორმას საათებით შესაბამის ანაზღაურებას ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს კი არა და უპაღებულობთ ანუ ხელფასივისაც დაგერწა. და ამ მისის შულს უფლება აქვს. მოგახსენებთ ამასაც რა. ჩვენთან არის ჩამოყალიბებული ესეთი ტრადიცია, იმიტომ რომ რკინიგზა მაინც ტრადიციული ორგანიზმია და როგორც წესი, როდესაც ჩვენი ტექნიკური დარგის თანამშრომლები საპენსიო ასაკს უახლოვდებიან და ჩვენ განთავისუფლება საპენსიო ასაკის გამო არავის არ ვაძალებთ თუ თვითონ გადაწყვიტა ადამიანმა პენსიაში გასვლას, როგორც წესი ჩვენ ვცდილობთ, რომ თუ ოჯახში ხავს შვილი და ის მეტნაკლებად რკინიგზელი ან შესაძლებელია რომ სარკინიგზო დარგთან იყოს დაახლოებული, ეს დავასაქმოთ. მგონი ბატონის ამას იმიტომ კითხულობდა, რომ რეალურად პრაქტიკა ესეთია. შესაძლებელია მე მანქანებს ეს ეგრევე ვერ დავასაქმოთ, იმიტომ რომ ამას სჭირდება გარკვეული კვალიფიკაცია. საფეხურებია რა. ბუნებრივია მე მანქანა ახლა ცოტა ესეთი სპეციფიკაა და ძალიან ბევრი ის უნდა კონდეს გავლით. გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია ამ სახელმწიფო ნაწილში მინდა ვთქვი. ბაცალეთ ხელფასადები ვართ, მოდით მაყურებელი შემოვიყვანოთ კიდევ. გისმენთ რა ხეთერში ხართ? ჰალო, გამარჯობა მოგესალმებით, გისმენთ? მოგესალმებით. ერთი რამე, აი ბატონმა სინჯოლიამ ბრძანა რომ ისა მომაწოდეთო ინფორმაციაო ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებითო და ეს შესანიშნავად არის ჩაწერილი იმაში ფინანსური პოლიციის საქმეში და მე გადმოგაკითხვალ აუცილებლად დოკუმენტს. მეორე ისა რაც შეეხება მემანქანის ნათქვამს რომ თითქოს დასასვენებელი სახლები არის იდეალურ მდგომარეობაში. შაფეთო მემანქანე ბატონო დავით ხაშურის გარდა არ მიდის არც სამტრედიაში, არც ქუთაისში და არც სენაკში. იქ ჩადიან სამგზავრო მატარებლის მემანქანები, მე უჩევდი ბატონ დავითს ჩავიდეს ზესტაფონის დასასვენებელ სახლში რადგეში არიან მემანქანეები, ჩავიდეს თბილისი ქუთაისის მატარებელზე და ნახუსის მემანქანის დასასვენებელი, ჩავიდეს ფოთში, სადაც მემანქანე 12 საათი მუშაობს, თლიან ღამეს ტეხავს და ძინავს რკინიგზის სადგურში. სულ ერთი წამი დიდი ბოლოს. ხეხო რაღაც მითიური პროფკავშირები გააქვს. პროფკავშირებს ყველანაირი უფლება ჩამოართვა ირაკლი ეზუგბაიამ და ხალხს დააწერინა განცხადებები ახლა რკინიგზის პროფკავშირებზე ლაპარაკი აღარ მინდა. არა, ფიქტიურია? რა თქმა უნდა, აბა ის არის ეზუგბაიას დავალებას ასრულებს და ახლა ირაკლი ეზუგბაიამ პასუხი გასცეს, უმჯობესია 30 მილიონიანი აქტივია დაწერილი საქართველოს რკინიგზაში. პასუხი გასცეს, სად არის ფინანსური პოლიცია, რო ახლა ეს რო ლაპარაკობს, რომ ვითომ საქართველოს რკინიგზაზე ამ მემანქანეებს რატო აქვს მემანქანეს 600 ლარი ხელფასი და შენ რატო გაქვს 15000 ლარი. პლუს კიდე შავი ფულისიას მოგიტან კიდე რასაც აკეთებ. ახლა ამ დემაგოგიას თავი დაანებენ, კაცის პატრონი ჩემო. მე მაინც ფიქრობ, რომ ეს 600 და 900 ძალიან ცოტა არის, იმიტომ რომ ტაქსის ძღოლებს უფრო მეტი არის და მარშრუტის ძღოლებს ხელფასი. წესი, როდესაც ათეულო 1000-ობით ტონატვით და ცოტა მეტი უნდა ქონდეს ხელფასი. ეს თქვენ უნდა მოგეცხოვათ, რომ თავის დროზე პროფკავშირებით უკავთ, უნდა მოგეცხოვათ, რომ ხელფასი გაზრდილიყო და ნორმალურის რანგში ასრულიყო. ჩემი სუბიექტური აზრი არის. აქ დიდი ბანობა, ბატონო, თავით არ გეწყიროს გამძაფრებული შეფასება, რომ თქვენ ბრძანეთ, რომ თქვენ ჩადით ნამდვილად ჩავართ ზუგდიდში და ფოთში. რომ ის ბოლოს ადგურები მენახა და ამ პირველ მემანქანეების ხელფასი ბატონო დავით. მგონი ბატონის გასაგებია სამგზავრო მატარებლის მემანქანის დასაძინებელი არაა საშუალოდ თვეში ხელფასის სახით შეადგენს 800-დან 900 ლარამდე. დასასვენებელი პირობები ყველგან არის ზოგან კარგი და თუ ეს პირობები საჭიროებს გაუმჯობესებას, ამ პირობებს ჩვენ გავაუმჯობესებთ. ეს არის კაფეო ნათქვამი. რაც შეეხება ხელფასს, ჩვენ განდებით საპირთო გადაზიდვების ხელმძღვანელი. ამ კაცმა დაადასტურა, რომ საპირთო გადაზიდვების კიო ესენი ხაშურში იძინებენ, იქეთკენ არ გადადიან მაგრამ. არ გადადიან, მთელ საქართველოში არის სატვირთო ოპერაციები ხორციელდება ყველგან. თუ სადმე დასასვენებელი პირობები არის გასაუმჯობესებელი, ჩვენ ვამბობთ, რომ ამას გავაუმჯობესებთ. ეს არის ყოველდღიური პროცესი. ნაცნობრივ სწორი ყოფილა ეს ბატონი ბიძინა, რომ მემანქანეებს პრობლემები აქვთო. არა,
ეს არის ტყუილი დასაჩვენებელი. არის გასაუმჯობესებელი, კიდე თუ არის გასაუმჯობესებელი, ჩვენ ამაზე ყოველდღე ვიზრუნებთ. ეს არის მიმდინარე ჩვეულებრივი პროცესი. ის რომ არ არის პირობები, ეს არის ტყუილი. ამის ნახვა შეგვიძლია მარტივად. რაც შეეხება სახელმწიფო პოლიტიკას, კიდევ ერთხელ რო ვთქვათ, ჩვენ დღეს ყავს 15400 თანამშრომელი, 110 მილიონი ლარი სახელმწიფო ფონდი წლიური. ეს დამერწმუნებით შთამბეჭდავი რიცხვია. გულახდილად რო გითხრათ, დღეს რკინიგზას ნორმალური ფუნქციონირებისთვის ჭირდება რეალური საჭიროება რაც არის, ეს არის დაახლოებით 9000 საშტატო ერთეული. არავითარ შემთხვევაში არ მინდა ვიხმაროთ სიტყვა ზედმეტი, მაგრამ რეალურად ჩვენ დამატებით 6000 დაახლოებით 6400 ადამიანის და მარზე მიბმული ოჯახების სუბსიდირებას რეალურად ვახდენთ. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი თანამშრომლები და ჩვენ გვინდა ისინი შევინარჩუნოთ. გარდა ამისა აღსანიშნავია შემდეგი რამ, რომ თითოეული ჩვენი თანამშრომელი არის დაზღვეული. არა მარტო თანამშრომელი, არამედ მისი ოჯახის წევრი. ამაზეც მადლობას გიხდით, ზეგან დაზღვევისთვის მადლობა. ოჯახის წევრებზე რამდენი არის ეს? თქვენ რამე შეხვდით? ჩვენ თანაბარი დაზღვევის პირობა აქვს ჩვენს თანამშრომელს და მის ოჯახის წევრს. გარდა ამისა, თითოეული ბავშვის ღმერთმა ამრავლოს, თითოეული ბავშვის შეძენაზე დამატებით 600 ლარიანი დახმარება, არა მესამე მეოთხე თითოეული ბავშვის შეძენაზე. გარდა ამისა, დამსახურების მიხედვით ეს ჩვენ თანამშრომლები, როდესაც გადიან შვებულებაში, დამსახურების მიხედვით არის ნამატები. გარდა ამისა, დამსახურების მიხედვით საპატიო რკინიგზელის ჯილდო ან ამ შემდეგ ვისაც აქვს სახელფასო სტანდარტულ ხელფასზე არის კიდე ნამატები. ეხლა SMS-ი მოვიდა და გარდა ამისა, ერთ რაღაცას დავამატებ უკაცრავად რა, როგორც მოგეხსენებათ, საშემოსავლო გადასახადის შემცირდა 25-დან 20%-მდე. ჩვენ შეგვეძლო ეს ეკონომია, ასე რომ ვთქვათ, კომპანიაში დაგვეტოვებინა, მაგრამ მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, კი, რა დაახლოებით თითოეულ თანამშრომელზე გამოიწვევს ეს რიცხვი დიდი არ არის, მაგრამ დაახლოებით 7%-იან სახელფასო ზრდას. ანუ ეს თანხა ყველაფერი ბრუნდება ჩვენს თანამშრომლებს. კი ბატონო, ეს ძალიან კარგია, ისა დავით ბატონო, მე არ ვიცი ეს მართალია თუ არა, რომ 6 კაცი მილიონ ლარამდე იღებს თუ ეს არის სისულელე ბატონო დავით რა. მართლა? ეს არის სისულელე, ამხელა ხელფასები ჩვენ არ გვაქვს. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ხელფასები იყოს მეტი ყველასთვის ბუნებრივია, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობა, დღეს მოგეხსენებათ, ზოგადად სოფლიოში დღევანდელი მდგომარეობა არ აძლევს საქართველოს რკინიგზას საშუალებას, რომ მქონდეს გაცილებით მაღალი ხელფასები. ჩვენი მინიმალური ხელფასი გუშინ აქ იყო გაჟღერებული რიცხვი 150 ლარი. ეს არის ტყუილი მინიმალური ხელზე ასაღები ხელფასი საქართველოს რკინიგზაზე შეადგენს 300 ლარს. საშუალო ხელფასი ტექნიკური დარგის მუშაკებისთვის შეადგენს 450 ზეინკალი ესეთი მცნება არა. ზეინკალი კონკრეტულად შეიძლება იყოს 100 ან 200 თანამშრომელი. შინაარსობრივად საუბარი იყო ტექნიკური დარგის მუშაკებისთვის. 450 ლარი ეს არის მინიმალ საშუალო ტექნიკურ დარგში 450-დან 500 ლარამდე თვეში ასაღები ხელფასი. გარდა ამისა, დამატებით როგორც მოგახსენეთ, დაზღვევის პაკეტი და ასე შემდეგ და ასე. ეს დაზღვევის პაკეტი რა არის? ზუსტად ვერ გეტყვით, კომპანიის მასშტაბით მე მგონი დაახლოებით მილიონ ლარამდე ზუსტად ვერ გეტყვით. ეს კაცი ერთ თანამშრომელზე. თქვენი ხდით თუ? არა, კომპანია ხდის. საქართველოს რკინიგზა ეს თქმა შეუძლებელია რა, ჩვენ შეგვიძლია თქვა რა საშუალო ყველაფერი შედის, ყველა ერთიანად ხარდება ესე რომ ვთქვათ კონკრეტულად კლიენტს ბიჭებზე 16 ლარს ხდია. თუ არა ვწდები და ზოგს ჩვენი დაზღვევის პაკეტი მოიცავს ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, მაგრამ ნუ პრაქტიკულად ბევრ ასპექტს. გარდა ამისა, ამაზეც მუშაობთ, რომ გავაუმჯობესოთ. ესე იგი 15000 კაცზე მილიონი იხარჯება. ნუ ვერ გეტყვით ზუსტად. და კიდე ერთი შეკითხვა რა, მე მაპატიე ძალიან. გარდა ამისა, წეგან არ მახსოვს, თქვი თუ არა, თითოეულ ბავშვის შეძენაზე დამატებით ჩვენ რკინიგზა 600 ლარს თითოეულ თანამშრომელს. კარგი არის. და დავით ბატონო, მაპატიეთ რა, მაინც ეს გადაღებული თემა ადამიანებს არ უყვართ, როდესაც მასზე 100-ზე უფრო ლიდერები არიან იგივე გუნდში, რა გუნდში თვითონ მუშაობს და ახლა რაც გულში ბატონმა გუჯაბიძეებდა ნომერ გავუცდი 17000 ლარი თუ კი ბატონ ირაკლი ეზუგბაიას ხელფასი ცოტა დიდი ციფრი. მნიშვნელოვნად ნაკლებია ეს ანაზღაურება. სასურველი იქნებოდა რომ ყველა თანამშრომელი 15000 ლარი მიდისო 6 კაცზე. ჩვენი ინფორმაცია არის აბსოლუტურად, ესე რომ ვთქვა, საჯარო, აღნიშნული ინფორმაცია ბუნებრივია იქნება ასახული, რომ იგივე აუდიტორულ დასკვნებში, იქ ნუ ვისაც პრაქტიკა აქვს ჩვენ ტელემახურებლებს იქ ნახავს ამასაც, იქნება ცალკე სტატია იგივე მენეჯმენტის ანაზღაურებას და ამ შემდეგ ეს იქნება ბუნებრივია საჯარო, შეძლებთ რომ იხილოთ.
ასევე გუშინ იყო საუბარი გაზვიადებულია რომ ექსკას თქვენთან ერთად რა თქმა უნდა გაზვიადებულია მე კიდევ ერთხელ ვამბობ რა თქმა უნდა იქნებოდა უკეთესი რომ ყველა თანამშრომლებს მაგრამ ცოტა 450-დან 500 ლარამდე დამერწმუნებით დაბალი ხელფასი დღეს საქართველოს პირობებში არ არის მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ჩვენი დასაქმებულების ძირითადი ნაწილი მოღვაწეობს რეგიონებში ეს არ არის საუბარი თბილისზე დამერწმუნებით რეგიონებში 450-500 ლარით სადაზღვეო პროგრამები და ის თანადგომა რომელსაც ჩვენ ვცდილობთ თითოეულ ჩვენ თანამშრომლებს გაუწიოთ ცოტა არ არის გვინდა რომ იყოს მეტი ამაზე ვმუშაობთ ეხლა პირველად შეგვიძლია ვთქვათ არის რომ 7%-იანი სახელმწიფო მატება უკვე იანვარში არის და დაერიცხება ჩვენ. ძალიან კარგი. საერთოდ ეს ახლა მოვიდა ინფორმაცია